1 სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 1-დან 10 სექტემბრის ჩათვლით საიტის HR.gov.gis მეშვეობით შეეძლებათ. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით სტაჟირება 3000-მდე კონკურსზე ცხადდება. შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან. იმ საჯარო დაწესებულებებში სტაჟირება, სადაც მუშაობა საჯარო სამსახურად ითვლება, საჯარო სამსახურის სტაჟში ჩაითვლება, ხოლო საჯარო დაწესებულებებში შემავალ საჯარო ან და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟირება საერთო სამუშაო გამოცდილებაში ჩაითვლება. ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკის მოწყობა იგეგმება. ამ მიზნით მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1.400.000 ლარს შეადგენს. ტენდერის თანახმად მიმწოდებელმა სამუშაოები 8 თვის განმავლობაში უნდა დაასრულოს. კომპანიებს შესყიდვაში საკუთარი წინადადებების წარდგენა კი 24 სექტემბრამდე შეუძლიათ. ამასთან ყოფილი პარლამენტის შენობის შიდა რემონტზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 9 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოები შენობის პირველ და მეორე სართულზე შესრულდება. აღნიშნულ ტენდერში წინადადებების მიღება უკვე დასრულებულია. 2024 წელს წინასაარჩევნო წარდგენილი პროექტით აღნიშნულ შენობაში ტექნოპარკი უნდა განთავსდეს. რამდენიმე დღის წინ ინოვაციებსა და ტექნოლოგიების სააგენტომ შენობის 2 რობოტი ძაღლით, 2 ჰუმანოიდი რობოტით და სხვა რობოტული ტექნიკით აღჭურვისთვის 711.000 ლარის ტენდერი გამოაცხადა. ნავთობისა და გაზის კორპორაციას 2024 წელს მოგება 3.6 ჯერ გაეზარდა. კორპორაციამ გასული წლის ფინანსური ანგარიშგება გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით გასულ წელს სახელმწიფო კომპანიამ 254 მილიონი ლარით მეტის 1.640 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 17%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საოპერაციო მოგება 191 მილიონს აღემატებოდა. კომპანიას შემოსავლები გაეზარდა როგორც გაზისა და ნედლი ნავთობის რეალიზაციიდან, ასევე ელექტროენერგიის წარმოება მიწოდებიდან. უფრო კონკრეტულად გაზის რეალიზაციიდან შემოსავალი 1.170.000 ლარს აღემატებოდა, ელექტროენერგიის მიწოდებიდან 406 მილიონს. ნავთობის რეალიზაციიდან კორპორაციამ თითქმის 27 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, გასადენების იჯარიდან 44.5 მილიონი ლარი. ნავთობისა და გაზის კორპორაცია ენერგეტიკის სხვადასხვა სეგმენტში ოპერირებს. მას მინიჭებული აქვს ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსი და შესაბამისად არის ინვესტორებთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მხარე. ფლობს საქართველოს მაგისტრალური გასადენების სისტემას, რომელიც იჯარით აქვს გადაცემული გაზის ტრანსპორტირების კომპანიაზე. ასევე ხელს უწყობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ტრანსსასაზღვრო ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების სისტემების შეუფერხებელ ფუნქციონირებას. საქართველოს თხილის ექსპორტი გაზარდა. საქსტატის მონაცემებით წელს 7 თვეში საექსპორტო ბაზრებზე 54.167.000 დოლარის თხილი და სხვა კაკალი გავიდა, რაც წლიურად 56%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამ შედეგით თხილის ექსპორტს ადგილობრივ საექსპორტო კალათაში 3%-იანი წილი უჭირავს. ექსპორტის უდიდესი წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. ევროპულ გაერთიანებაში შემავალ ქვეყნებში ჯამში 31.5 მილიონზე მეტის თხილი გაიყიდა. ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი და გერმანია ქართული თხილის მთავარი საექსპორტო ბაზრები იყო. აღსანიშნავია, რომ რეალიზებული თხილის მოცულობამ 7.236 ტონას შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 კილოგრამი თხილის საშუალო საექსპორტო ფასი $7.40. აბასთუმნის 16 კილომეტრიანი შემოვლითი გზისა და ბაღდათი-აბასთუმნის გზაზე კასის ხიდის ზეკარის 16 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში შენდება 5 ახალი ხიდი და 368 მეტრის სიგრძის გვირაბი, რომელიც უკვე გაჭრილია. ამ გზის მშენებლობის შედეგად აბასთუმანის საირმის გზაზე აღარ იმოძრავებს ტრანზიტული ტრანსპორტი. აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 95.9 მილიონი ლარით ფინანსდება. პარალელურად გრძელდება კასის ხიდის ზეკარის 16 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. გზის ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებელ ტყიან ზონაში, ხოლო მეორე ნაწილი ალპურ ზონაში გადის. პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა წყალგამტარი მილები, საყრდენი კედლები და საგზაო ნიშნები. ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის საერთო სიგრძე 73.3 კილომეტრია. პროექტი ჯამში 10 ლოტისგან შედგება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 65.9 მილიონ ლარამდეა.